Umbrad qavs ბატონი გიორგი თავდგერიძე, თადარიგის პოლკოვნიკი, ამავე დროს მოძრაობა ფარის დამფუძნებელი. ბატონ გიორგი, 4 ოქტომბერი საპროტესტო აქტივობის თვალსაზრისით საკვანძო თარიღია უახლოეს პერსპექტივაში. გასაგებია, რომ მუნიციპალურ არჩევნებს თავისი პლასტი აქვს მთელ სამ ისტორიაში, პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული დამოკიდებულებები აქვს, თუმცა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისთვისაც ოპოზიციური ფლანგი მაქვს ხედელობაში, როგორც მინიმუმ ლელოძლიერი საქართველოსთვის, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არსებულ სტატუს კვოსთან შეუგუებლობის ჭრილში ქართველი ხალხის, ქართველი ერის და ქართული საზოგადოების შეუგუებლობის დემონსტრაციას, ამიტომაც ისინი ამბობენ, რომ ისინი ამ აქციის სოლიდარულები და მონაწილეებიც იქნებიან. Როგორც არ უნდა იყოს, ყველანი ვხედავთ, რომ ტემპერატურა მატულობს, ამის ერთ-ერთი გამოვლენა რეჟიმის გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილის სრულ იზოლაციასთან დაკავშირებით და ამის პარალელურად ყველას გვაინტერესებს, როგორი იქნება თავად ეს 4 ოქტომბერი. თქვენ არ ხართ არც ინიციატორი, თუმცა ყველა ვთქვათ, საჯარო დემონსტრაციის აქტიური მონაწილე და ზოგის მოთავე და ინიციატორები გვაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ 4 ოქტომბერს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს, ჩვენ ხედავთ და მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, იმიტომ რომ ერთი მხრივ მოლოდინით შეიქმნა და მეორე მხრივ მოვიდა დრო ჩვენ ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პრობლემა ამ რეჟიმის სახით, არა მხოლოდ დემოკრატიას აქვს პრობლემა ზოგადად ქვეყნის შიგნით, არამედ სახელმწიფოებრიობას უდგას პრობლემა, იმიტომ რომ ეს არის რუსული ძალა, რომელმაც შუა საუკუნეებში ზღაპრული თუ რაინდული სიუჟეტის მიხედვით ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და შესაბამისად ამ ძალაუფლებას იყენებს სახელმწიფოს და ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია თარიღზე ორიენტირება, იმიტომ რომ ყველა ბრძოლას აქვს თავისი რაღაცა გასაგებია, რომ ეს 300 დღეა გრძელდება რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ არის თორსა გენერალური ბრძოლებიც უნდა გაიმართოს და ერთ-ერთი ესეთი თარიღია 4. მე მესმის ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები ამბობენ ხოლმე, რომ რაღაც მოლოდინები არ უნდა შევქნათ, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის, რომ რაღაცა გადაჭარბებულ მოლოდინებზე აქვს საუბარი და ჩვენ გამარჯვების მოლოდინი არ უნდა შედეგის პრევენციას თორე გამარჯვების მოლოდინი და ბრძოლის ჟინი და სურვილი უნდა არსებობდეს, რომ შედეგზე იყო ორიენტირებული. კი, რა თქმა უნდა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეხლა ყოველგვარი კრიტიკა უნდა გადავდოთ გვერდზე, არ აქვს მნიშვნელობა ეხლა ამდენად დეტალური და ტაქტიკური გეგმები არსებობს. ზოგადად სტრატეგია არის სწორი, რომ ეს რუბიკონი უნდა გადავლახოთ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, იმიტომ რომ აქ მიდის არა პოლიტიკური ბრძოლა ოცნების წინააღმდეგ, არამედ მიდის ბრძოლა რუსულ რეჟიმთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და როგორც საქართველოს როგორც სახელმწიფოს შენარჩუნებისთვის. სხვა მესამე ხარისხოვანია, იქნება სახალხო კრება, არ იქნება სახალხო კრება, პოლიტიკური ბრძოლა როგორ გაგრძელდება, ჩვენ თავარია რეჟიმი გავტეხოთ და ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ტიპის მოწოდებები, რომელიც დღეს გაისმა ძალონების მიმართ, მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკოსის განცხადება, ყველა საზოგადო მოღვაწის განცხადება, რომ კი 4 ოქტომბერი ეს არის თარიღი, როცა უნდა ვიყოთ ბევრი. იმიტომ რომ სანამ სხვა რაღაცას ვიტყვი, მთავარი თემა რო გვახსოვდეს, ჩვენ შეგვეძლო იგივე 92-93 წლებში აფხაზეთში ტრიუმფი ქონოდა, მაგრამ იმის გამო რომ იქ მხოლოდ 10000 მებრძოლი ჩავიდა, 10000 მოხალისე თუ 10000 მებრძოლი ჩავიდა, იყო თავგანწირვა. ამიტომ ჩვენ 4 ოქტომბერი უნდა ვაქციოთ ტრიუმფად და არა თავგანწირვად. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ყველა ვისაც ვინც ამბობს რომ ქართველი ვარ, ქართულ სახელმწიფოზე ვისაც გული შეტკივა 4-ში იყოს იქ იმ ადგილას, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ ახალგაზრდებს გავწირავთ თავგანწირვისთვის და ეს არ არის სწორი და სამართლიანი. თავისთავად სიბევრე მასობრიობა ამ სახის პროტესტის არის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი რეჟიმის და ხელისუფლების არაადეკვატურად, ასე ვთქვათ, ძალისმიერი მოქმედებებისათვის, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ სცენარი ითვალისწინებს ერთ-ერთი ვერსია ალბათ იმასაც, რომ დიდი რაოდენობის ხალხის ქუჩაში დგომის პირობებში თავად რეჟიმი თავშეკავებულად მოიქცევა და არ მოახდენს პროვოცირებას სიტუაციის. დაელოდება, როდის დაცხრება, როდის გადავეს რუტინული ნელი პროტესტის, მცირერიცხოვანი პროტესტის ფაზაში.
ამ ყველაფერზე უნდა მიდიოდეს სადმე მსჯელობა. თქვენ ახლა თქვით და ყოფილი სამხედრო ხართ, ამ თვალსაზრისით სტრატეგიული დაგეგმვის გამოცდილებაც გაქვთ და ახსენეთ მნიშვნელოვანი რამ, ანუ თავგანწირვა და გმირობა იქ ხდება საჭირო, როდესაც ორგანიზებულობაში ან ძალაში ნაკლებობა არის. ეს რო ასე არ მოხდეს, როგორ უნდა დაორგანიზდეს ეს პროცესი, რომ ხელისუფლებას და რეჟიმზე ზეწოლას მოყვეს შედეგი ყოველგვარი ძალიან მაღალი რისკების გარეშე. კი ბატონო, თავარი არის სტრატეგია, მარტივი სტრატეგიები უნდა გქონდეს ხოლმე. ჩვენ ახლა ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო სტრატეგიით, რომელიც ერთწინადობაში ჩაეტია. ჩვენ გადავსხდებით აფრიკაში და ჩავალთ ბერლინში. ეს იყო სტრატეგიული გეგმის, ესე რომ ვთქვათ, მთელი შინაარსი და სიბერე. ამიტომ ჩვენ მარტივი სტრატეგია ვაკეთებთ. ჩვენ შევიკრიბებით 4-ში რუსთაველზე და არ დავიშლებით, სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება. ეს უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია. ეხლა რაც შეეხება რა მოლოდინები აქვს ხელისუფლებას. მას ნუ ექნება მოლოდინი, რომ გამეორდება ოქტომბერ-ნოემბრის, უბრალოდ ნოემბერ-დეკემბრის შეცდომები. იქნება მკაფიო მოთხოვნები, არანაირი რაღაც შერბილებული რაღაც არჩევნები ჩატარდეს და ესე შემდეგ. ყველა ვარიანტში შეიქმნება ურეთ წინასწარ დაგეგმილი არ არის, მაგრამ სიტუაცია მოითხოვს და აუცილებლად შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი, ეს იქნება საველე საკოორდინაციო შტაბი. აქ იქნება ბევრი ჯგუფი, რომელსაც ესე რომ პარალელი გავალოთ, ბევრი თავისი საველე მეთაურები ეყოლება, რომლებიც გამონახავენ საერთო ენას იმისთვის, რომ რეჟიმს შეუქმნან ისეთი პირობები, რომ რეჟიმმა ვეღარ გააგრძელოს ფუნქციონირება და წავიდეს დათმობებზე. მათი დათმობა არის ერთ-ერთი მათ ძალაუფლება უნდა გადააბარონ სახალხო ლეგიტიმაციით არჩეულ თუ შერჩეულ რაიმე ტიპის ორგანოს. მე მესმის ბატონი პარატა პურჭულაძეს სურვილი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მწვანეა, ეს იდეა, ესე რომ ვთქვათ, ჯერ მომწიფება უნდა, მაგრამ რო არის კიდე და იმიტომ რომ ესე ითქვა იმის თაობაზე, რომ თითქოს კენჭისყრის შედეგად, ანუ აი მოსაწვევების მეშვეობით კენჭისყრის შედეგად ერთის მხრივ მოხდება კიდევ ერთხელ დადასტურება არალეგიტიმურობისა მმართველი რეჟიმის, მაგრამ მეორეს მხრივ გამოცხადდება რაღაც გარკვეული გარდამავალი ფაზა და ეტაპიც და მასთან ერთად გარკვეული ორგანო, რომელიც აიღებს დროებით პასუხისმგებლობას, არ ვიცი ტექნიკური მთავრობის სახით თუ ასე შემდეგ. ამის თაობაზე რაიმე ტიპის ან მოლაპარაკებები ან რაიმე პროცესი მიმდინარეობს კულისებს მიღმა? ხო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები, მათი უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში თანაუგრძნობენ, მონაწილეობენ აქციაში, მაგრამ არ მონაწილეობენ დაგეგმვაში. რამდენად წარმატებული იქნება მოლაპარაკებები, ჯერ კიდევ დრო არის. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს საუბრები და მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ჯგუფის იდეა და არა მხოლოდ იდეა დაიხვეწება, არამედ ინიციატორი ჯგუფის შემადგენლობაც გაიზრდება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ხალხის რაოდენობა, მნიშვნელოვანი არამედ ვინც პასუხისმგებლობას აიღებს, მათი რაოდენობაც რო იყოს სოლიდური, ესეც აუცილებელია. და რაც თავარია, მე მესმის რომ შეიძლება თქვათ ერთი კვირით ადრე არ იყოს ესეთი შეთანხმება, მაგრამ რაც უფრო ახლოს მივდივართ მოვლენასთან, უნდა შედგეს თუნდაც ზოგადი შეთანხმებები იმისთვის, რომ იქ არ დაიბნეს მოსახლეობა. ან არ იყოს ისეთი ტიპის სიურპრიზები, რომელზეც შეიძლება რეაქცია არ იყოს ისეთი, როგორიც ჭირდება ერთიანობის სულისკვეთების შენარჩუნებას. თუმცა კიდევ ერთხელ, თუ ჩვენ სიტუაციას გავტეხავთ და აუცილებლად გავტეხავთ სიტუაციას, ბევრი ესე რომ ვთქვათ მოვლენა იქვე ადგილზე მიღებულ გადაწყვეტილებებსაც შეუცვლია. მე ხარ მინდა სამხედრო ტერმინები ვიხმარო, ამიტომ კიდევ ერთხელ თვითონ ველზეც კი შეიძლება ისეთი გონივრული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, რომელიც წინასწარ არ ჩანს და ვერ ჩანს, იმიტომ რომ დიდი ბუნდოვანებაა, ხო? ანუ არავინ არ იცის ადამიანი 100,000 ადამიანი იქნება 150,000 თუ 20,000, ხო? ანუ განსხვავებული, ამიტომ სცენარები უამრავია. ეხლა ეს გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს, რომ რაღაცა პრაგმატული გეგმები ვადგინოთ, ხშირად ქართული გეგმას თავისი ემოცია ახლავს, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში ქართველებს გვახასიათებს ეს ეთქობა ისტორიულად მოგდებს, რომ შეგვიძლია შეკავშირება და ერთადერთი სწორი
გამარჯვებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება. მე ამის იმედი მაქვს, იმიტომ რომ იქ იმდენად კარგი, თავგადადებული, ჭკვიანი ადამიანები იკრიბება, რომლებსაც შეუძლიათ იქვე შეიკრიბონ და ესეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომ თუ სიტუაცია თავიდან ისე არ წავა, როგორც ჩვენ გვინდა, ყოველთვის შეიძლება სიტუაციის, ესე რომ ვთქვათ, დაზღვევა და მადლობა ბატონ გიორგი თავდგირიძე.